მოგესალმებით ხალხო და მინდა გითხრათ რომ ბატონი დავით ნარმანია გახლავთ ჩვენი სტუმარი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი და კუცფელად გეუბნებით დილიდანვე ესე ვთქვათ ჩასაფრებული ვიყავე ამ უცნაურობაზე მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ეგრეთ წოდებული დაკიდული ხიდის მშენებლობასთან ატეხილ ესე ვთქვათ ჟრიამოზე და უკვე ისე შეიცვალა სიტუაცია მეგონი მერს არც ეკრება სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნისას აშკარად პანიკური სიტუაცია არის პარლამენტი დასცილა აგრეს 1 საათის წინ დაზულა იქიდან მთელი არმადა უგულავა გადავარჩინა თო ფაქტია რომ მე ვფიქრობ ძალიან სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ აი ამ იმისი რა ქვია დაკიდული ხიდის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ თემაზე და რიგ სხვა თემებზეც მინდოდა ბატონი დავით საზრის მოსმენა და მადლობელი ვარ დავით ბატონო რომ გვესტუმრეთ რა იყო ეს რა პროექტი იყო და აი რა აუცილებლობა იყო აი რა ეკონომიკური აუცილებლობა იყო ამას ჩადებული თუ არა და თუ არა ვწდები კიდე ორი ხიდი იყო პროექტში და ეგება დეტალურად გვესაუბრა ამ ნოვაციებზე გისმენდა დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ დავით მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებლებს პრესკონფერენცია რაც დღეს გაკეთდა ქალაქ თბილისის მერის მიერ და რაც გაკეთდა ჩემი მოადგილის მიერ იყო ასე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებული და ჩვენ პასუხი გავეცით პრესკონფერენციის საშუალებით დედაქალაქის მერს ძალიან მარტივად რომ უთხრათ ჩვენს მოქალაქეებს აქ საუბარი იყო იმაზე რომ თბილისში მარშალ გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას შორის უნდა გაკეთებულიყო ხიდი ამის აუცილებლობა ნამდვილად დგას ამას არავინ არ ამბობს რომ ამ ხიდის გაკეთების აუცილებლობა არ დგას უბრალოდ საკითხს ჭირდება დამატებითი შესწავლა და არ არის აუცილებელი რომ სწრაფად გაუთვლელად გაკეთდეს რაღაცეები იმისათვის რომ უბრალოდ დროულად დავიწყოთ პროექტი. მნიშვნელოვანი რა არის? ანუ მოვლენები როგორ ვითარდებოდა? როცა ჩვენ გადმოვიბარეთ სამინისტრო და პროექტები ვნახეთ რომ იყო კვლევა გაკეთებული ამ ხიდთან დაკავშირებით და დადებულია 80 მილიონიანი პროექტი და საკმაოდ ძვირადღირებული ხიდი, რომლის ფუფუნებაც ქვეყანაში სადაც ამდენი უმუშევარია, ქვეყანაში სადაც ამდენი ყოფითი პრობლემაა, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველია, ფუფუნების საშუალებების შენება ცოტა უფრო მეორე პლანზე უნდა იყოს გადაწეული. ეს ერთი მომენტი, მეორე ჯერჯერობით ეს დაბიუჯეტებული არ იყო, ანუ არზის 2013 წლის ბიუჯეტში და არ იჯდა მათ შორის იმ ბიუჯეტში, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ გადმოგვეცა წინა ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებები იყო აზიის განვითარების ბანკთან და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ამაზე შეთანხმება არის, თუმცა საკითხი არ არის ბოლომდე შესწავლილი. კერძოდ როცა ხიდი გაიდება და ავტომანქანები უნდა გადავიდნენ სამტრედიის ქუჩაზე, სამტრედიის ქუჩა არის შედარებით უფრო ვიწრო, იქ დღესაც ჩდება საცობები და არ არის დათვლილი ხიდის გადების შემდეგ რა მდგომარეობა იქნებოდა და როგორ გაიზრდებოდა ნაკადები სამტრედიის ქუჩაზე. ესეთი შესწავლის პერიოდში ვიყავით, როცა დეკემბრის ბოლოს ქალაქ თბილისის მერიიდან მივიღეთ წერილი და ამ წერილს თანდართული ჰქონდა 500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა, ანუ სამტრედიის ქუჩის 500-ზე მეტი ოჯახის ხელმოწერა. სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლები აწერდნენ ხელს იმას, რომ არ მომხდარიყო ამ პროექტის რეალიზაცია, იმიტომ რომ სამტრედიის ქუჩაზე გაუვალი მდგომარეობა შეიქმნებოდა. საკუთრივ მერიამ გადმოგვიგზავნა ეს წერილი, აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რესურსები გადაგვემისამართებინა სხვა მხრივ და როცა ამის ასე ვთქვათ შესწავლის საკითხები დასრულდებოდა, შემდგომ მიგვეღო გადაწყვეტილება. ანუ ერთ სიტყვით ნაჩქარივი გადაწყვეტილება არ მივიღეთ, იმიტომ რომ თუ ამ ყველაფერს მერე გაჩნდებოდა სამტრედიის ქუჩაზე საცობი, პასუხისმგებლები ვიქნებოდით ამაზე ჩვენ. აი ეს იყო და ეს, უბრალოდ არ ვიცი რატო გაახსენდა დედაქალაქის მერს ეს საკითხი დღეს, თუმცა ჩვენ თვითონ ოფიციალურად მუნიციპალური განვითარების ფონდმა რამდენიმე დღის წინ გააუცელა განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს პროექტი რევიზიის შედეგად იქნა დროებით გადადებული. თუმცა არა, ასე ვთქვათ, მთლიანად
შეჩერებული. იქ არის კიდე სხვა მომენტები, რაზეც დღეს პრესკონფერენციაზე იყო საუბარი და მე დეტალებში აღარ შევჩერდები, ერთ სიტყვით მდგომარეობა არის ესეთი. ესე იგი გაჩერებულია გახსოვთ ანალოგიურად საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმაზე, რომ ჩვენ გავაჩერეთ რუსთავი-თბილისის გზა. ამაზე მე ვისაუბრე, გავაკეთე განმარტება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები დაიწყო ხარვეზებით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა გახსნა გზის დაწყება მაშინ, როცა ჯერ კიდე ტენდერის პროცედურები დასრულებული არ იყო და გამარჯვებული კომპანია არ იყო გამოვლენილი. პრეზიდენტის უკან იდგა ხალხი, იდგა ავტომანქანები და ბუნებრივად დაისვა კითხვა, ვინ იყვნენ ესენი, თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ იქნა გამოვლენილი. კი არის იყო, რა იყო, მეტი არაფერი. ამიტომაც გადავხედეთ ჩვენ ამ პროცედურებს. მართალია დროში ცოტათი გადაიწია დაწყება, მაგრამ ახლო მომავალში ცხადდება ტენდერი ამ გზასთან დაკავშირებით და რაღაცა პირობები დავაზუსტეთ კიდეც და უკეთესობისკენ, ასე თქვა, შემოვარეს ისა დავით აი ამ გზისა. ეს არის კი რუსთავი-თბილისის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთი. ჩვენ დატვირთულობა რას ნიშნავს? მე გავდივარ. დატვირთულობა ეს არის ინტენსივობა. ეს არის ინტენსივობა ტრანსპორტისა. პიკის პერიოდში ძალიან ინტენსიურია მოძრაობა და თუ ავიღებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებს ავარიებთან დაკავშირებით, ნომერ პირველია უბედური შემთხვევების რაოდენობით რუსთავი-თბილისის შერევა. სამი ძირითადი მონაკვეთია გამოყოფილი, პირველი მონაკვეთი, მეორე მონაკვეთი შუა ტერიტორიასაც ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული და მესამე მონაკვეთი, ანუ ამ დასახლების მერე რუსთავის შესასვლელამდე, პირველი და მესამე მონაკვეთი არის სრულად დაპროექტებული, განსახლების ძირითადი ნაწილი არის დასრულებული და დაახლოებით 80 მილიონი ლარი ჯდება პირველი და მესამე მონაკვეთი, თუმცა საუბარია აქ ევროპული სტანდარტების 4-ზოლიან ავტომაგისტრალს. ერთ მხარეს 4, მეორე მხარეს 4? ორი მხარეს 2, მეორე მხარეს 2. ისე ძვირი ჯდება? არის, იმიტომ რომ იქ განსახლება ჯდება საკმაოდ ძვირი, გარდა ამისა მიწის სამუშაოებია ასევე საკმაოდ დიდი და პლუს შემდეგ ბეტონის გზა. ბეტონის გზა იქნება 80 მილიონი და ძვირია და კი თავი და ბოლო და შუა რა ჯდება? შუა ნაწილზე ჯერჯერობით შესწავლა დასრულებული არ არის, სამი სხვადასხვა ვარიანტია, თუ რომელ მონაკვეთზე უნდა გაიაროს გზამ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი კვლევა ამასთან დაკავშირებით. საპროექტო ორგანიზაცია რო დაასრულებს ამ სამუშაოებს, შემდგომ გვეცოდინება უფრო ზუსტი ღირებულება. პატიეთ რა, ახლა დილეტანტის დონეზე გეკითხებით. არ გიფიქრიათ, რომ აი სხვა გზას გაკეთებული, ეს დარჩენილი იყო და სხვა გზა ყოფილიყო კიდე. აი თუნდაც ნავთუხიდან ან საავიაციო ქარხიდან რო გასულიყო გზა. ესეთი გზა, ანუ დედაქალაქში შიგნით არსებული გზები ქალაქ თბილისის მერიის მოსავლელი გზებია, ჩვენი გზები არის საერთაშორისო მნიშვნელობის და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები. სხვა მიმართულებითაც ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, წელს მაგალითად 250 კილომეტრამდე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე იქნება სამუშაოები, პარალელურად 4 მონაკვეთზე იქნება სამუშაოები დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე, პლუს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, გაკეთდება გზა მცხეთა-ყაზბეგი-ბლარსის მონაკვეთზე. ეს სულ გაკეთდება კაპიტალურად? კი. აი მაგას თუ გააკეთებს ისა დავით. ძალიან დიდი სამუშაოები იქნება, მოსამზადებელი ეტაპი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და როგორც კი ამინდები გამოვა, იქ ისედაც მცირე პერიოდია სამშენებლო ძალიან ინტენსიური. და დაждდება ეს ლარსი თბილისი. ჯერჯერობით იქ რაც არის დაპროექტებული, საუბარი არის 15 მილიონ ლარზე. მეტი არა. ძირითადი ნაწილი მოქმედი გზა არის გარკვეული მონაკვეთები გასაკეთებელი და გარდა ამისა დამატებითი რესურსები გვაქვს მოსაძიებელი გვირაბების შეკეთებასთან დაკავშირებით. კარგი, დავით, მოდი ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ და თქვენი მთავარი დატვირთვათ, აგიწერიათ კიდევაც ესე თქვა თქვენს აბრევიატურაზე რეგიონალური განვითარება. მართლა საინტერესოა აი ამ ხრივ ახალი გარღვევები, რაც დაუფიქსირათ საზოგადოებას ხელისუფლებამ და მე არ მეგონა თუ ეს სწრაფად და ფორსირებულად მიადგებოდით მთავარ თემას აი ამ ადგილობრივ მმართველობაში ძირეულ ცვლილებებს. ამაზე ვისაუბროთ რეკლამის შემდგომ, დაგველოდეთ ხალხი.
მაშასე ბატონებო დავით არმანია გახლავთ ჩვენი სტუმარი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი. აი მართა მაინტერესებს დავით ბატონო აი რეგიონზე და ესე ვთქვათ ადგილობრივ თვითმმართველობაზე საოცარი ნოვაციები გაგაჩნიათ გარღვევები. მე ესე ვთქვათ ინფრასტრუქტურაზე აუცილებლად გავახცელებს საუბარს, მაგრამ აი ამ ხრივ მაგას რევოლუციური გარღვევები გაქვთ. მოდით გითხარით რამდენი ხანი ამ საკითხზე მუშაობდა, რა ხდება, რა პერსპექტივები ისახება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის რომ საქართველოს 2004 წელს მიუერთდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას და 2005 წლიდან რატიფიცირებულია ჩვენს ქვეყანაში, რაც გულისხმობს დეცენტრალიზაციის განხორციელების აუცილებლობას და იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ უფრო მეტად ქმედითები და ადგილობრივი მოსახლეობა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ანუ ადამიანები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, უნდა კარნახობდნენ ხელისუფლებას, რა ჭირდებათ მათ სოფლებში და არა უყურებდნენ იმას, თუ როდის რას გააკეთებს მოწყალე ხელისუფლება. ადამიანები ირჩევენ ადგილობრივ ხელისუფლებას იმის, რომ დაუკვეთონ ამ ხელისუფლებას და შეუსრულოს ამ ხელისუფლებამ ის, რაც ამ ადამიანებს ჭირდებათ. ამიტომ ჩვენ გამოვედით წინადადებით და ეს ასახულია პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში, საქართველოს მთავრობის საარჩევნო პროგრამაში, რომ ქვეყანაში რეალური და ღირებული დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელდეს და ადგილობრივი თვითმმართველობები მეტად განვითარებული უნდა იყვნენ. ამიტომაც წარმოვადგინეთ ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. ამაში ჩვენთან ერთად ჩართული იყვნენ საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები და წარმოვადგინეთ პირველადი ვარიანტი. გუშინ მთავრობის ხმაზე გქონდა წარდგენილი და გავიტანეთ ეს საკითხი, სადაც ძირითადად მოიწონა მთავრობამ ეს მიმართულებები და დაგვავალა, რომ დავიწყოთ ამ სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვები ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად ამ საკითხებზე, რომელსაც შემდგომ უნდა მოყვეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება. დავით, რა მინდა რას გულისხმობს? აი მართა მაინტერესებს და მენალებად რომ ესე ვთქვათ ყველაფერზე მინდა გადავანაწილო. თქვენი მონამორჩილით 15 წლის წინ შემყურე იყო იმ ნოვაციისა, რაც ევროსაბჭოს შესვლის დროს დეიფიცეს ჩვენმა ბელადებმა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში რეფორმებს დავიწყებთ და ისე კარგად მახსოვს. რა დაიწყეს ყველას კარგად მახსოვს და 98 წელს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევანი პირველად ჩატარება. 15 წელი გავიდა, აგერ თქვენ თავად ბრძანეთ, რომ 5 წელს შეუერთით. არ კეთდებოდა რა. აი, იქიდან მოყოლებული ძალიან დიდი და ხანგრძლივი დისკუსიები მიმდინარეობდა ჩვენთან. ადგილზე რა რჩება, რისი უფლება აქვს ადგილობრივ ორგანოს. პირველი რგოლი იქა სოფელი. სოფლის გორებას გამგებელისა გუბერნატორი უყიდა, ეკონომიკის სამინისტრო უყიდა, ისე რომ სოფლის მოსახლეობამ არც იცოდა ის საზღვრები მისი იყო თუ არა. თვითნებობის და თავხედობის შერი იყო განსაკუთრებით ზაფხულში შარშან და წელს მე მახსოვს ინდოელები, ჩინელები ჩანდება, ვისაც არ ეზორებდა, ყველა საზღვრებს ყიდულობდა. რეალურად რას აძლევთ სოფელს და ფინანსები თუ ქონება არ ექნა და ფინანსები არ ექნა ფიქტიური კანტორა იქნება თვითმმართველობა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებრივი შესაძლებლობები დღეს არის მწირი. ადგილობრივ თვითმმართველობას რეალური ქონებრივი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც კაფიოდ განსაზღვრული თავისუფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს, რომ მან ადგილობრივი საკითხები იქვე გადაწყვიტოს და ამ საკითხების გადასაწყვეტად და მოსაგვარებლად მას შესაბამისი ფინანსური რესურსები უნდა გააჩნდეს. ამიტომ რაღაცა მაღაზიას რო გასულიყო თბილისს უნდა დაკითხოდნენ. სოფელში ნებისმიერი და მშენებლობა შეთანხმებული უნდა იყოს ცენტრთან. ამთავრდა ხო ეს ეპოქა. რას თავაზობთ, რას უტოვებთ ადგილზე? თქვენ უნდა იბრძოლოთ პირველ რიგში ამას. სოფლებში პირველ რიგში იქნება სასოფლო დასახლებები, ანუ სასოფლო დასახლებას ექნება თავისი სტატუსი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, სადაც იქნება სოფლის კრება, აირჩევა სოფლის კრების თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოები, ეს იქნება მაქსიმალური წარმომადგენლობითობა სოფელში.
ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ საჭიროების შემთხვევაში გადასცემს მიწას, რესურსებს, ქონებას, რაც მას შესაძლოა დაჭირდეს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების და საკითხების მოსაგვარებლად. თუმცა საკუთრება იქნება მუნიციპალური. რადგანაც პირველი დონე, ანუ სოფელი არ იქნება თვითმმართველი ერთეული, მაგრამ მას ექნება გარკვეული წარმომადგენლობითობა, მას საჭიროების შემთხვევაში სამართავად გადაეცემა მიწა და ქონება, მაგრამ სოფლების გაერთიანებები, რომლებიც იქნება ადგილობრივი თვითმმართველობები, ქალაქები, რომლებიც იქნება ცალკე თვითმმართველობები, მათ რასაკვირველია ექნებათ საკუთრებაში ქონება. მათ ექნებათ კანონით ძალიან მკაფიოდ გამიჯნული უფლებამოსილებები სხვა დონის ხელისუფლებისგან და ექნებათ შესაბამისი ფინანსური რესურსები. მეორე დონეზე, ანუ სამხარეო დონეზე, სადაც დღეს არის მხოლოდ გუბერნატორის ინსტიტუტი და გუბერნატორი წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებას ტერიტორიულ ერთეულებში, ნაცვლად ამისა იქნება შესაბამისი ორგანოები, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობებისაგან წარდგენილი პირების საბჭო და გარდა ამისა ეყოლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომლის შერჩევის წესიც ასევე არის განსაზღვრული ჩვენი დოკუმენტით და რაზეც ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, დისკუსია მოყვა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ეს არ არის დემოკრატიული ფორმა, რომელიც უფრო დემოკრატიულია, თქვათ, გუბერნატორი, რომელსაც ფუნქციები არ აქვს, კანონმდებლობით მკაფიო ბიუჯეტი არ აქვს, წარმომადგენლობითი ხელისუფლება არ არსებობს მხარეში და გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ გასცემდა დავალებებს ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თუ პირველ დონეზე სრულად სადაც იქნება წარმომადგენლობითობა, მკაფიოდ გამიჯნული უფლებამოსილებები, ფინანსები და ასე შემდეგ და მეორე დონეზე პირველი დონის წარმომადგენლებისგან შემდგარი საბჭო იქნება, ეს საბჭო შეარჩევს 3 კანდიდატს, წარუდგენს ცენტრალურ ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობა იმ 3 კანდიდატიდან ერთს დაამტკიცებს როგორც აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელს, მაგრამ ის იქნება აღმასრულებელი, მაგრამ ის იქნება პოლიტიკის გამტარებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც რეგიონში ქმნიან საბჭოს. აი დავით, ეხლა ცოტა ეხლა დავხსნით. მაინც არენდობით, ესე იგი რეგიონს, არენდობით რაიონს. წლების განმავლობაში ტრადიციული გუბერნატორების ინსტიტუტი რაც არსებობდა, აქედან სწრაფად იმ ფორმაზე გადასვლა, რაც ჩვენ გვინდა, ვერ ხერხდება, მაგრამ ერთი არჩევნების ციკლით იქნება შუალედური პერიოდი. კი ბატონო, მაინც სინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მაინც არენდობით. თავარი რა არის? თავარი არის ის, რომ ორი დონე იქნება და ის საკითხები, რაც მარტივად ადგილზე მოსაგვარებელია, ამ საკითხებს მოაგვარებს პირველი დონე. აი, გადაწყვეტილებათა რამდენი პროცენტი დარჩება ადგილზე? მაგალითად, სოფლის გზების მოწესრიგება, ნაგვის გატანა. თანხა თუ არ ეკნათ, რა თქინდა რომ სოფლის გზა გაიყვანოს. უნდა გქონდეთ და ამ რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია ფინანსური დეცენტრალიზაცია. რამდენი პროცენტი დავით ციფრი მითხარით? 40% დაუშვათ ადგილზე იქნება განკარგული. აქ რაც ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ამ დოკუმენტით არის ის, რომ გათანაბრებითი ფონდი არ ანაკლებს სახელმწიფო ბიუჯეტის 5%-ისა უნდა იყოს. გადასახადების განაწილების პრინციპზე გვაქვს ასევე აქცენტი გაკეთებული და კონკრეტული დათვლები სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახლა ზიან და ასე ვთქვათ, აკეთებენ გარკვეულ პროგნოზირებას, ისინი გააკეთებენ გათვლას პარალელურ რეჟიმში, წავა კონსულტაციები შესაბამის სამინისტროებთან და წავა დისკუსიები ამ საკითხთან, რომლის მერეც კომპეტენციების შესაბამისი ფინანსური რესურსები განისაზღვრება. დავით, საქმიანი საუბარი მინდა რომ შემოგთავაზო. კი ბატონო. მე მახსოვს ძალიან კარგად, რომ აი ასლან აბაშიძე, რადგან საზღვრისპირა იყო და რადგან საბაჟო ქონდა, პორტიც ქონდა, 45% შემოსავლებისას ითხოვებდა რეგიონის მისახედად. ისე კარგად მახსოვს, ფოთის სულ იყო იმაში. ისიც გეხსოვებათ შემოსავლებს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ აძლევდა და არ ეცხავდა ზოგადად. სპეციალურად ბევრ ქვეყანაშია ესე და არის თქმავი და ფოთი მაშინ მახსოვს, იხვეწებოდა რომ 4-5% მაინც ჩვენ დაგვიტოვეთო. საოცარი დისბალანსი იყო და ახლა მოდით რა შევხედოთ. ფოთი არის დიდი სოფელი. აი მე მგონი ნაციონალური სირცხვილის ისა ზეიმი ფოთს რო ფოთში ვერ გახვალ, მაგარი დალეწილია გზები და აი საოცრად დისკრიმინირებული და წელს ვაკეთებ სხვათა შორის პორტისკენ მიმავალ გზას,
ყოველ შემთხვევაში ხა მე ვიცი რომ მიშა ვერ იტანდა ფოტოს და ფოტოებს და ამიტომაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყო. აი სისტემა. ფოტი ყოველთვის ჭირდებოდათ ხაზინის შესავსებად და ზათველად ყავდათ რა, მეწველი ძროხა იყო ბიუჯეტისთვის. ეს უნდა დამთავრდეს და რაღაცა პროცენტი მათ აი მოჭრილი პროცენტი უნდა რჩებოდეს რა რეგიონებს, რაიონებს. ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები და წინასაარჩევნო ადგილობრივი ფირფარფლობებში მოხელეების რაოდენობა და ამათაც გარდა ამისა გახსოვთ რომ პრეზიდენტმა გაზარდა შრომის ანაზღაურების ზედა დონე ადგილობრივი ფირფარფლობებისთვის. აქედან გამომდინარე თქვენ ვერ წარმოედგენთ რაოდენ ძიმე მდგომარეობაში არიან ადგილობრივი ფირფარფლობები, მათი ბიუჯეტის დიდი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებზე მიდის და პრაქტიკულად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე რესურსები არ რჩება. ამიტომაც უნდა დამთავრდეს, დავამთავრებთ 50 მილიონი გამოიყოფა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის და ამის მონიტორინგი და ადმინისტრირება ჩვენმა სამინისტრომ უნდა გააკეთოს. რატო? თუ იმ სოფელს სადღაც გზა ჭირდება, სადღაც მილია შესაკეთებელი და ასე შემდეგ, ხოჯობია რომ ის სწრაფადვე როცა აღმოაჩენენ იქვე გადაწყდეს და არა თქვა ის რომ განცხადებები იგზავნებოდეს ჩვენთან მე აქ ვიხილავდეთ და ასე შემდეგ. ამიტომ არის რომ პირველი დონის აუცილებლობის საკითხები იქვე გადაწყდება, მეორე დონეს უფრო მსხვილი კომპეტენციები ექნება, მაგალითად რეგიონული ნაგავსაღრელის მართვა, რეგიონული წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების საკითხები. აი ეს არის გადაუხლახავი პრობლემა. სხვა შორის ახლა SMS მოვიდა თქვენთან რომ და ლოგიკურიც არის. რაჭაში საჩხერიდან მოკლეგზა გაკეთდებაო? გაკეთდება აპირებთ? რაჭაში საჩხერიდან მოკლეგზის პროექტი ჩვენ გაკეთებული გვაქვს და რუკაზეც დატანილი გვაქვს ორი შესაძლო მარშრუტია. საკითხის შესწავლილია ძალიან მძიმე რელიეფური პირობებია და მაღალი ტერიტორია 50 მილიონ ლარზე მეტი ჭდება ორივე სცენარით. იქ ერთ ადგილას გვირაბიც არის გასაკეთებელი, რომელიც სცენარითაც არ უნდა გავაკეთოთ. ჯერჯერობით ბიუჯეტებული არ არის. სოის მახსენდება კაცო სტალინის ცნობილი ფრაზა იმაზე რა ქვია შოუზე რომ ბალნე не пойдут здоровье не дойдут. გზის პრობლემა არის და ახლა არავინ არ იფიქროს რომ რაღაცნაირად ქირქილებდება, მაგრამ თავიდან ბოლომდე დავიარებ თელი რაჭა. აი უნიკალური ადგილი არის შოუ. კი ბატონო. არ არის რა გზა. მოხრეშილიც კი არ არის რაღაც გაუბედურებული გზა. ძალიან მე მახსოვს 20 სტატისტიკას ვიცნობ 35 თუ 40000 კაცი ისვენებდა მარტო შოუში 80-იანი წლების ბოლოს. თელი ეს ინფრასტრუქტურა მე მგონი გაყიდულია ყაზახებმა იყიდეს. დაკონსერვეს თუ რაღაცა უკნეს. არ ვიცი, ახლა თუ კი დაუშვათ იმ ყაზახები იქნება თუ მე თუ კითხა საერთოდ უნდა წავართვათ მაგათი ადგილი და შეიძლება მძლავრი და კარგი საკურორტო ზონის მოწყობა. ჩემი სადის შოვი. მე თუ კითხავთ უფრო საის გვაქვს ესეთი მონაკვეთები. ბევრგან გვაქვს ესეთი მონაკვეთები, სადაც უნიკალური ადგილებია და მისასვლელი გზა არ ვარგა. მე შემილია შოვთან ერთად დავასახელო მაგალითად თქვათ მესტია უშგულის გზა. შემიძლია დავასახელო მაგალითად თქვათ გორიდან დინარე ტანას ხეობაში გზა ატენის სიონის შემდეგი მონაკვეთისაც გზა პრაქტიკულად არ არსებობს. შემიძლია ძალიან ბევრი ესეთი მონაკვეთი დავასახელო, უბრალოდ იქ სადაც 10 კილომეტრებზეა საუბარი და სადაც გზა არასდროს არ ყოფილა ან ყოფილა და ასე თქვათ საბჭოთა პერიოდის მერე არ გაკეთებულა ან არ შეკეთებულა, იქ ხარჯები არის ძალიან ბევრი. უცნაური SMS-ი მოვიდა, ახლა არ ვიცი რომელ დავიწია საუბარი. მე პირადად რა ვიცი, თერი აღა ჩემი შვილები ყველანი გაიზარდეს სოფელ კოქში. მე ასევე მინდა გითხრა და დაგიმოცოთ რომ ბატონი დავითის კოკიდან გახლავდა. ბატონო დავითოღოდ ვერ გაიგე კოქის რომ შეშველება თუ არა რამეო. უნიკალური სოფელია დათო ახლა არ მინდა რეკლამა. შეიძლება პარტიკულარიზმი ჩამეთვალოს, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს სოფელი. ეშველება იმ გზას. სტრატეგიულია ის სოფელი, იმიტომ რომ ცენტრალური გზა არის, მაგრამ გადასახვევიდან ენგური ხურჩისკენ მიმავალი გზა პრაქტიკულად არ არსებობს. ეს გზა არის მუნიციპალური საკუთრების გზა, ანუ არ არის გეგმაში რომ გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს დათო. ვიცი რომ გასაკეთებელი. გადასასვლელი გზა. ვიცი რომ გასაკეთებელია და განცხადებაც იყო ჩვენ სამინისტროში. აგერ გვიჩივიან, აგერ და მე მიხარია რომ კოქში გვიყურებენ. ჩვენამდეც იყო ეს განცხადება მოსული და მე პირადად წავიკითხე
ეს განცხადება, თუმცა არ არის ჩვენი მოსავლელი გზა და ჩვენ ამაზე ფული რომ გქონდეს ვერ დავხარდათ. ეს არის მუნიციპალიტეტს დაჟინებით ხორო კოკის გზა გაკეთეს, აი განმუხურისკენ გადასასვლელი ხიდი მე არ დამავიწყება დილის 6 საათზე ვიყავი 98 წლის 26 მაისს. კოლონები მოდიოდა ტოლვილების. კოლონები ხალხო აი მაგ ის კადრები შენახული თუნებოდ გაჩვენებ. ის უნდა იყოს წესებში მოყვანილი დათო რა. უნდა მოიყვანოთ. არ ვიცი მუნიციპალიტეტს ხო თვაში ზუგდიდის არის არა ეს მუნიციპალიტეტი. კი, მაგრამ ფული არ აქვს საკმარისი, ანუ ძალიან მწირია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გამგებელთან ერთად ჩვენ ვიჯექით გავდიოდით სხვადასხვა საკითხებს ისე როგორც სხვა. მე მახსოვს მიშა გამოვარდა ერთხელ იმ არველაზე და 200 სოფელშიო ისო გზები უნდა გავიყვანოთ. გოგში ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს. არ შეიძლება რომ იქ ასფალტი არ იყოს. ესეც მაინტერესებს მართლა აი გეგმაში გაქვთ თუ კი ეს 50 მილიონი ჯდება. ძალიან ძვირი არის ჩემი საზრით საჩხერიდან იმამდე რა ქვია რაჭამდე. არ ვიცი ეს აი ესე გამოგებადი იქნება თუ არა. თუ კი აი ტურისტული დაუშვათ მე მახსოვს თუ არა ვსწრები 80 ისა მომავადეთ 2001 თუ 2002 წელს 130,000 კაცი ისვენებდა რაჭაში. ნუ რაჭა არის მთის ყველაზე ისე მასობრივი დასასვენებელი ადგილი. თუ ამ მიმართულებით ვიფიქრებთ რომ იქ დაუშვათ კვლავ დაბრუნდეს ხალხი მთაში ღირსი 50 მილიონის გაყვანა და გეფიქრათ აი მე თქვენ ადგილას ინტენსიურად დავიწყებდი მუშაობას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარ და ალბათ თქვენი კომპეტენციასა შოვში გზაც უნდა გაიყვანოს და ის სანატორიუმების ბედიც უნდა გაერკვეს. იქ 7-8 კორპუსი არის გაპარტახებული. ამ პატრონის უნდა დავავალოთ რომ გააკეთონ და გაარემონტონ და ამუშაონ ისა რა ქვია პირობების შეუსრულებლობის გამო ესე ვთქვათ ჩამოართვა და ახალი აუქციონი ჩაატაროთ. უნიკალური ადგილია დავით, უნიკალური. ვიცი ნამდვილად რომ უნიკალური ადგილია, თუმცა როცა რესურსები არის შეზღუდული, ჩვენ გვიჭირს სამწუხაროდ არჩევანის გაკეთება. მეთოდოლოგიაც არ არსებობს, პრიორიტეტები ჩვენთან და მე იანვრის ბოლოს როცა გერმანიაში ვიმყოფებოდი, ჩემს კოლეგა მინისტრს ვთხოვე, რომ დაგვეხმარონ და დაუნერგოთ საქართველოში პრიორიტეტების შერჩევის მეთოდოლოგია, რომელიც ობიექტურ კრიტერიუმებზე იქნება დამყარებული და რომელიც მოგვეხმარება ავარჩიოთ პრიორიტეტები ქვეყანაში და არა თქვათ ეს იყოს სუბიექტური მიდგომების საფუძველი. ისევე როგორც გვჭირდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და მინიმალურად აუცილებელი სტანდარტები ადგილობრივი თვითმმართველობების. როგორი უნდა იყოს ადგილობრივი გზები, სანეაღურო მეურნეობა, გარე განათება და ასე შემდეგ, რომ ნაჩქარევად გაკეთებული და შედარებით უხარისხო პროექტებიდან გადავიდეთ უფრო ხარისხიანი და ხანგრძლივადიანი მოხმარების პროდუქტებზე. რაღაცა წიგნი წავიკითხე 20 წლის წინ. ამერიკელების ის იყო გათვლები რომ ესე იგი 1 ტონა ცემენტზე რაღაცა კილოკალორიები იყო დათვლილი თერმული დამუშავებით არ ხდება ცემენტის წარმოება ეგონი 1600 გრადუსზე არის ესე იგი გაცილებით ეკონომიური არის ბეტონის გზები ასფალტის გზებთან და იმიტომ რომ ასფალტი მთლიანად უნდა მოიხარშოს ტემპერატურა ნუ ეკოლოგიური ისა მაბადიათ ესეთო კალორიული ხარჯვა ბევრი უნდა თურმე ასფალტს ვიდრე ცემენტს რომ ცემენტი მე ხრეშთან ესე თქვა იზილება და იაფი ყოფილა ბეტონი. ხო და არ ვიცი, კარგია რომ ბეტონზე გადავდივართ მასობრივად. მე არ ვიცი დღეს რა ბეტონზე, უფრო რა ცემენტზე მუშაობს თქვენი ინფრასტრუქტურის სისტემები და აი კონტრაქტს რო უდებთ სადაური ცემენტია. ვიცი რომ სომხური ცემენტი ტრიალებდა სულ, სომხური ცემენტი არ ვარ. ეხლა აპირებენ ირანელები ლომად შემოტანა და კარგი ცემენტი აქვს და იაფიც აქვს. აი ესეთ საკითხებში თქვენ დაუშვათ კოორდინირებას ეწევით, ვისაც უკვეთავთ, რომ რატომ ხარისხი რომ აი 20 წელი იყოს რა. ტექნიკური მოთხოვნები რა თქმა უნდა იდება სატენდერო დოკუმენტაციაში და ჩვენ ვაპირებთ კონტროლის გამკაცრებას ამ თვალსაზრისით მე ნოემბრის თვეში მთავრობის ლომაზე გავიტანე საკითხი, რომლის მიხედვითაც ჩვენ სამინისტროს ეძლევა შესაძლებლობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართოს და შერჩევით გადავამოწმოთ სხვადასხვა საგზაო სამუშაოები და იქ შესრულებული სამუშაოების ხარისხი ისე რომ ამისთვის არ მოგვიწიოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გაღება, ანუ უფასოდ მოგვემსახურება ესეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ხარისხი ჩვენ სამი ძირითადი პრინციპი შევიმუშავეთ, რომელზეც დაყრდნობითაც 2013 წლის გეგმა გავაკეთეთ. ეს არის
გამჭვირვალობა, ანუ ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც ჩვენ გამახორციელებთ, იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებას და დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე ნახონ დეტალური ბიუჯეტი, ნახონ გარდამავალი და ახალი ინიცირებული პროგრამები, რომლებიც დაყოფილია რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. მეორე ეს არის ეფექტიანობა პროექტებისა, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებული რესურსებით რაც შეიძლება უკეთესი შედეგი მივიღოთ, უფრო ხანგრძლივადიანი მოხმარების ინფრასტრუქტურა მივიღოთ და ასე შემდეგ, რისთვისაც მუდმივად განვახორციელებთ აუდიტს სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარჯ-დაღრიცხვებისა და მესამე ეს არის ხარისხის კონტროლი და მაქსიმალური ხარისხის შეგეკითხებით რა დავით ცოტა რომ რჩება, მაგრამ რადგან ავტოსტრადები ესე თქვა თქვენი კურირების ზონა არის, მე მახსოვს აი 2-3 წლის წინ ვარსდები ალიაში იყო დეტალური ას გაშიფრა იყო შემზარავი ციფრები იყო რომ 150 კაცი ყოფილა რაღაც თურქული კომპანია ვინც გზის რაღაც მონაკვეთს აკეთებდა 350 და 500 ლარამდე იყო მუშის ხელფასი ესე იგი საშუალო მენეჯერისა 9000 იყო და მთავარი მენეჯერისა 17000 საოცარი დისპროპორცია იყო აი ეხლა აი ფირმებთან არის ეგ თურქული ფირმა რომელიც გირავს ქართველ იმებს 350 17000 ძალიან დიდი ფულია კაც არ არის რა ეს აი არ შევძახა ესეთ ფირმებს ვინც ესე ვთქვათ უფრო ადამიანურ და ცივილიზებულ ანუ ესე ვთქვათ სოციალური სამართლიანობის რაღაც პრინციპებზე აგებულ ფირმასთან გექნებათ საქმე და არა ყაჩაღებთან ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დაურეგულირებთ ფირმებს ეს არის მათი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი მაგრამ ჩვენთვის თავარი რა არის ჩვენთვის თავარია ის რომ ხარჯ-დაღრიცხვა სატენდერო დოკუმენტაცია იყოს წარმოდგენილი, დადგენილი ფორმის მიხედვით, თუ ტენდერები მიმდინარეობს ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ანუ თუ ფული მოდის ბიუჯეტიდან, ესე შემთხვევაში სახელმწიფო შესაძლებლობის შესახებ კანონს ვიყენებ. მაშინ ვაჭრობა მიდის კომპანიებს შორის და ასე ვთქვათ, ფასია გადამწყვეტი ესეთ შემთხვევაში, სადაც საწყისი ფასიდან შემდგომ ქვემოთ მიდისვლა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, ანუ მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ესეთ შემთხვევაში მათი საერთაშორისო წესებით ხელმძღვანელობთ, რომელიც ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა. კარგი და ცოტა დრო რჩება, ეს ახალციხეში აწყობთან თუ გააკეთებთო გზასაო. ნამდვილად არ მახსოვს გზის მონაკვეთის ზის, თორემ 200-ზე მეტი პროექტია ერთდროულად მიმდინარე. კი, 200-ზე მეტი პროექტია წლის განმავლობაში, რომელიც ეხება როგორც წყალმომარაგების სამუშაოებს, ასევე საგზაო სამუშაოებს. ქალაქებში წყალმომარაგება, საქალაქო ტიპის დასახლებები. სირცხვილია რომ ამ დღეშია ბათუმის სირცხვილია რომ ამ დღეში. ბათუმში მიმდინარეობს სამუშაოები გერმანული რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით და იქ პასუხისმგებელი არის ბათუმის მერია. ეს არ არის ჩვენი პროექტი. ქუთაისში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს და ტენდერი ცხადდება, იყო გამოცხადებული, მაგრამ ტექნიკური ხარვეზების გამო ჩაიშალა ტენდერი. რამდენია გამოყოფილი ქუთაისში კეთდება როგორც წყალმომარაგების სისტემა, ასევე ქუთაისთან ახლოს რეგიონული ნაგავსაღრელი უნდა გაკეთდეს, ანუ ეს ორი პრობლემა ქუთაისში უნდა მოიხსნას. თქვენ გეხებათ ამაბატე რა ნაგავსაღრელს თუ გეხებათ, ჩვენ გვეხება ამ წლის იანვრიდან. საუკუნეები ხო არა, და საბჭოთა კავშირი ხო არა, რაღაცა ყრიდან ნაგავს. ქათამამუშაվել ხალხებს რატო არ გადავდივარ? ნაგვის გადამამუშავებელი მე მახსოვს გოგი ტოპაძე პარლამენტარი გახდა, იგი ოფიციალურად ამბობდა რომ მერიამ შემჩამაო გერმანიიდან ჩამოვიდაო ფირმა, რომელიც ესე იგი პატარა ქარხის აშენებას აპირებდა ნაგვისო და ბოიკოტი გამოგვიცხადესო. გადავიდეთ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხების ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ საკითხზე მუშაობა, ანუ პირველი ეტაპის სამუშაოები იქნება დღეს არსებული ქაოტური ნაგავსაღრელების მოვაპატრონობა. ძალიან ბევრი კომპანია მოდის და აკეთებს თავის შემოთავაზებებს, ამიტომ ვაკეთებთ. მოდიან უცხოური კომპანიები ძირითადად ვაპირებთ სამუშაო კონფერენციის გამართვა, სადაც ყველა დაინტერესებული კომპანია წარმოადგენს თავის წესებს, პირობებს და ასე შემდეგ, რომლის მერეც მივიღებთ გადაწყვეტილებას მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი გვიკეთებს კვლევას, რომლის მიხედვითაც სრულყოფილი ინფორმაცია დაიდება ქვეყანაში არსებული მახარებს და ასემეზე არ კითხოთ, აი დავუშვათ არტეზიული ჭების გაყვანა თქვენი კომპეტენცია არის თუ არ არის? არა, ჩვენი არის საქალაქო ტიპის დასახლებებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სამუშაოები. თუ ეს გაყოლებით სულ პრობლემაა ყველგან, აი თუ კი ბოსტარწყალი წყალი არა აქვს რა.
კასპის რაიონის წყალიანა გორის რაიონში მით უმეტეს საზღვრისპირა კარგი ხებათის ირიგაციასთან და დრენაჟთან დაკავშირებული სამუშაოები არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ჩვენ წყალმომარაგებას რადგან შევეხეთ, ვიტყვი რომ დამატებით 25 მუნიციპალიტეტში და 3 დაბაში წელს დავიწყებთ სამუშაოებს, გარდამავალი პროექტები რაც 2012-დან 13-ში გადმოდის იქ სამუშაოები თავისთავად გაგრძელდება, ანუ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად მივიწევთ წინ. ძალიან კაი, ერთ წუთი დამჭირდა, არ შემიძლია არ გითხოთ. ეს აზიის განვითარების ბანკი აპირებდა 80 მილიონი ჩადებას მოწნაული დაკიდული ხიდის გამო. შეიძლება რომ მას უშუალოდ ადრესატი შეუცვალოს, თქვენ შესთავაზოთ აზიის განვითარების ბანკს, რომ ამჯერად ეგება ამ პროექტზე მოხდეს თქვენი დაფინანსება. ხონდა აზიის განვითარების ბანკთან ამაზე კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, რამდენიმე შეხვედრა ქონდა, ოფიციალური წერილიც გაიგზავნა აზიის ბანკთან რამდენიმე დღის წინ ჩემი ხელმოწერით და სხვადასხვა ტიპის საქალაქო დასახლებებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი, მათზე გარკვეული რესურსები იქნება მიმართული და გარდა ამისა აზიის განვითარების ბანკს ჩვენ უნდა წარუდგინოთ მარტის თვეში მომდევნო წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თუ რა იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი. მე აზიის განვითარების ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობს, იმიტომ რომ ძირითადი მომლაპარაკებელი სახელმწიფოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკთან არის ფინანსთა სამინისტრო და დამატებითი რესურსების გამოყოფის პერიოდში ჩვენ საკურველია ვიმუშავებთ სხვა პროექტებს. კარგი, დიდი მადლობა, დავით, დიდი მადლობა გულწრფელად მახარებს, რომ საინტერესო ესე ვთქვათ საქმით ახლა დაკავებული და ძალიან ბევრი და ჩუმად აკეთებთ. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, გულწრფელი ვარ, დამეწუნეთ. მინდა რომ წარმატებული იყოს ქვეყანა, წარმატებული იყოს ის პროექტები, რის რეალიზებასაც აკეთებ. ჩემი პირადი დაინტერესება არის ბავშვობი და პატრიოტი ვარ ფოთისა. ძალიან მიყვარს ფოთი. ჩემი ბავშვობა იქნება გადარებული და ფოთს მივხედოთ. სიცხვილია, გზები არის. მთელი საქართველოს მისახედია, ისე გეთანხმებით ვარ. ფოთი პირველ ადგილზე აქვს სოფლიოში. მე ძალიან მიყვარს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან კარგი სახიანი ურთიერთობა. ფოთი მისახედია რა. დიდი მადლობა დავით დარბანია გახდა ჩვენი სტუმარი რეგიონულ განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. მადლობთ რომ გისმენით, წერს გეტყვით და მთავარს ბანერ საინტერესო თემებზე იქნება საუბარი ირაკლი ტაბლიაშვილთან, ვალერიან გორგილაძესთან, ნინო ბურდულთან, გია იაკობაშვილთან, სოფო ხორგვათა და სოსო გალომაშთან. დაამერწმუნე ცენტრალური თემა, მე მგონი ის იქნება, რომ ასე ვთქვათ, 40 ნაციონალური დეპუტატი 200,000 გასით მოდის თბილისის სასახლებად. ალბათ ამაზე იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, უყურო. მადლობთ, კარგად მზადებოდეთ, ნახვამდის.